მოსახლეობა მოძღვრის წინააღმდეგ მამა გრიგოლ გოგიჩიძის წინააღმდეგ სოფელ ვარიანის მცხოვრებლების სარჩელს ამზადებენ. კონფლიქტი მიწის ნაკვეთს უკავშირდება, რომელიც ღვთისმშობლის შობის ტაძარს წლების წინ გადასცეს. ადგილობრივების პროტესტს მართულს უწოდებს თავად სასულიერო პირი. სოფელ ვარიანის მოსახლეობა მოძღვრის მამა გრიგოლ გოგიჩიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ სოფლის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის შობის ტაძარს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადაეცა. მოსახლეობის ინფორმაციით, მამა გრიგოლმა ტერიტორია მიიტაცა და საკუთარი მეურნეობა გააშენა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და სასულიერო პირი უკანონო ბიზნეს საქმიანობაში დაადანაშაულეს. ეს უნდა ყოფილიყო პატრონი ამ სოფლისა და რაც უნდა ის უნდა ეკეთებინა რა. ზოგს ეუბნოდა ვინმეს თუ რაღაც შელაპარაკება მოდა მუხლებს დაგიხრეტაო, ზოგს ეუბნოდა შუბს გაგიხრეტო, ზოგს ეუბნოდა რომ ხა ჩემთან ომი მე ბრძოლები და ჩემ წინააღმდეგ მოდიხარ და წინააღმდეგ მართლა არავინ არ წასულა. ჩვენ ვითხოვთ იმ წართმეულ მიწას, რომელიც მიითვისა ჩუმად და არავის გააგებინ არაფერი, მეტი არაფერი. სასულიერო პირი მოსახლეობის ერთი ნაწილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დღევანდელ აქციას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას უკავშირებს, რომელსაც მისივე მტკიცებით მასთან პირადი დაპირისპირება აქვს. მამა გრიგოლ გოგიჩიძე აცხადებს, რომ მის შევიწროებას მეუფე და პოლიციის მაღალჩინოსნები ცდილობენ. მებრძვის გორის ეპისკოპოსი ცდილობს ეგ ადგილი მიისაკუთროს, წამართვას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ აღწევს. უნდა შეგავიწროთ რაც შეიძლება მაქსიმალურად. ამას ამბობს დუჩიძე, ყუდის ყოფილი უფროსი, ამას მეუბნებოდა ხმიადაშვილი გორის გამგებელი. და ამიტომ 4-5 წელია ვთხოვდი, რომ ის თევზ საშენი მეურნეობა მეც მქონოდა როგორც ეხლანდელ გამგებელს, როგორც ხვეებს. და მე არ სამწუხაროდ მე დღემდე ვერ ავაწყე. გორის ეპარქიის დიაკონმა გიორგი კასრაძე მეუფე ანდრიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. მისივე თქმით, მეუფე ანდრია უკვე ესაუბრა მოდავე მხარეებს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. დიაკონმა მეუფე ანდრიასა და მამა გრიგოლს შორის არსებული პირადი კონფლიქტიც უარყო. არ ვიცი რა განზრახვები ამოძრავებს ახლა მამა გრიგოლს და რა უნდა, რატომ ქმნის ამ პრობლემას. მეუფე მუდმივად რამოდენჯერმე თვითონაც და სოფლის მოსახლეობა წყალდამოწეული ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოუწოდა ორივეს, რომ იქნებ თვითონვე დაერეგულირებინათ ეს ურთიერთობა. სოფლის მცხოვრებლებსა და მოძღვარს შორის არსებულ დაპირისპირებას გორის გამგეობაც ეხმაურება. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დეტალურად შეისწავლიან საკითხს და სადაო საქმის მასალებს შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან. ეკუთვნოდა რეალურად, არ ეკუთვნოდა, რა არის იქ დარღვევა, რა არ არის. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი უფრო მიმაჩნია, რომ უნდა გადაეჭერას ეს სამართლებრივი ჭრილში. სოფელ ვარიანის მოსახლეობის ერთი ნაწილი უახლოეს დღეებში მამა გრიგოლის წინააღმდეგ სარჩელს პროკურატურაში შეიტანს. მთავარი კითხვა ასეთია: როგორ აღმოჩნდა სოფლის კუთვნილი მიწის იურიდიული მფლობელი, სოფლის მოძღვარი?